ეფრემ ასურის ლოცვა. ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა, მომადლე მე მონესა შენსა. სული სიწმიდისა, სიწმიდის მოყვარული სულია. სიწმიდე თავად უფალია. სული სიწმიდისა არის დამტევნელი უფლის მადლისა. ეს კი მაშინ შეუძლია ადამიანს, როდესაც დღენია და გიღწვის ღვთის მცნებების აღსასრულებლად. ლოცვით და მარხვით განსწმით საკუთარ თავს და ცხოვრობს სიწმიდით. სულის ასეთი განწყობა გამუდმებული ლოცვითა და ვედრებით მიიღწევა. ეს საწინააღმდეგო მდგომარეობა უქმობისა. მეორე სათნოება, რომელსაც ჩვენ ვთხოვთ უფალს ამ ლოცვაში, არის სიმდაბლე. სიმდაბლე უდიდესი სათნოებაა. მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს შეუძლია სიმართლითა და სიწმინდით ცხოვრება. ამ სათნოებას ადამიანი მაშინ შეიძენს, როდესაც კარგად ხედავს თავის ცოდვებს, ნანობს მათ, სხვა ადამიანებზე უკეთურად მიიჩნევს საკუთარ თავს. ჩვენ ყველანი ყოველ წუთს ვცოდავთ ღვთის წინაშე, საქმით, სიტყვით, გულის თქმით, გონებით. ყოველთვის სიმდაბლითა და სინანულით უნდა ვთხოვდეთ უფალს შენდობას. მაცხოვარმა განკაცებით გვანახა თუ რა არის სიმდაბლე და მოგვიწოდა. ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი ვარ და მდაბალი გულით. სიმდაბლე ამ პარტავნების საწინააღმდეგო სათნოებაა. ამ სათნოებას გამუდმებით უნდა ვითხოვდეთ ღვთისაგან. შემდეგი სათნოება, რომელსაც ვითხოვთ ამ ლოცვაში, მოთმინებაა. მოთმინება მეტად საჭიროა ყველა კაცისთვის. ქვეყანაზე არ არის ადამიანი, რომელსაც არ შემთხვევია რაიმე გასაჭირი და უკმაყოფილება. ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ თუ მოთმინება არ აქვს ადამიანს, ვერ გაუძლებს სოფელს. მოთმინება ყველანაირი საქმის დროსაა საჭირო. ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას, სამსახურში, სახლში. თუ მოთმინება არ აქვს, ვერც ერთი ადამიანი ვერ გაუძლებს შენთან ახლოს ყოფნას. მაგრამ უმთავრესი მოთმინება ქრისტიანს უნდა ჰქონდეს რჯული სახსრულებაში. თუ დიდი მოთმინება და სიმტკიცე არ აქვს ქრისტიანს, ვერ აღუდგება ცოდვასა და განსაცდელს, ვერ იქნება კეთილი მოწაფე ქრისტესი. როდესაც შენ საყვარელ ძმაო, ჩავარდები განსაცდელში და გაგიჭირდება ცხოვრება, გაიხსენე უფალი იესო ქრისტე, მაცხოვარი ჩვენი. რა არ მოითმინა მან ჩვენი გულისათვის? განკითხო, გინება, შეურაცხყოფა, დევნა, ტანჯვა, ჯვარცმა. თუ მაცხოვარმა ამდენი მოითმინა შენთვის, შენ მცირედი მაინც მოითმინე მისთვის. თითქმის ყველა ჭირისა და უბედურების მიზეზი შენგან მოდის, მაგრამ თუ მათ სულ გრძელად მოითმენ, უფალი ისე მიიღებს თითქოს მისთვის დაგითმენია. მოთმინება სიამაყის საწინააღმდეგო სათნოებაა. დასასრულს ვისაუბროთ საყვარელო ძმანო მეოთხე სათნოებაზე, სიყვარულზე. სიყვარულის სული ყველაზე უდიდესი, უმაღლესი და საჭირო სათნოებაა. ესაა შეყვარება ღვთისა და მოყვასისა. მთელი ჩვენი სარწმუნოება ამ სათნოებაზე არის აგებული. შეიყვარე უფალი ღმერთი ყოლითა გულითა და სულითა შენით და მოყვასი შენი ვითარცა თავის შენი. თუ არ გვაქვს გულში ღვთისა და მოყვასის სიყვარული, მაშინ არ ყოფილვართ ქრისტიანი. თუნდაც ყველა სათნოება შეიძინო, ყველა მცნება აღასრულო, მაგრამ არ გქონდეს მოყვასისა და ღვთის სიყვარული, ქრისტიანი ვერ იქნები. რაში გამოიხატება ღვთის სიყვარული? როდესაც ჩვენ ვისმენთ ღვთის სიტყვას, რომელიც განგვეცხადა უფალმა საღვთო წერილში, რომელსაც ჩვენ გვასწავლის წმინდა ეკლესია და აღვასრულებთ მას, სწორედ ამ დროს ჩანს სიყვარული ღვთისა. რაც შეეხება მოყვასის სიყვარულს, ასეთი სწავლება მოგცა უფალმა. როგორც გინდათ რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისე მოეკეცით მათ. რა საკვირველია შენ გსურს ყველა ადამიანმა შეგიყვაროს, პატივი გცეს, გაჭირვებისას განუგეშოს. შენც ისე მოეკეცი ყველა შენ მოყვას. ვევედროთ ღმერთს, რათა მოგცეს ჩვენ სული სიყვარულისა და ერთობისა. ამინ.